მოედანს მიღმა, როგორ გიცნობენ ადამიანები? ხო, წავედით ხმა ბავშვობაში, ანუ მივედი და ვკითხე, რომ დამარტყმევინეთ, არ იყო პირდაპირ ავიღე ბურთი და ფაქტიურად ერთი ოჯახი ვართ. სამწუხაროდ ჩემ ოჯახს არ ქონდა ფუფუნება, რომ რამე გვეყიდა. ხო, ეხლა აღამაგობა ისეთი გაქვს, რომ აი მეკარის სტანზე უნდა იყოს. სამწუხაროდ ძალიან ცოტა რაღაცა შეიცვალა. სამი ბავშვი ვიყავით, როგორც იტყვიან, სკოლის ბავშვებიო. ნუ გათუდოთ თალკი. დღეს გაუჭირდებოდათ. რავი, ჩახედონ და აი ინდონეზიის მეოთხე ლიგაში უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე ჩვენთან. ანუ ვიტყოდი, რომ პიქსნად მიაღწიე? ჩემი მიზანია, რომ წვრთნელი გავხდე, თავარი წვრთნელი, ოღონდ ვინ ყავს ყველაზე ცნობილი არაქართველი კონტაქტი ტელეფონში? ნაკრებში დაბრუნებაზეც ვფიქრობ, ვიჯერ ვცდილობდი, რომ თავდასხმელი მომეთხოვებინა ეგეც. ხო. სხვადასხვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო, რომ ვერ წავედი უფრო წინ. საკმაოდ მიხარია და ბალიშკობა. მეკარის ფეხბურთის სიყვარული შეუძლია, რომ ეს ჩემპიონატი განავითარონ მაყურებლებმაც. ეს დროში 24 საათს წინ თამაშობდი, კაცი არავის არ ვიჯექი და მაგით ვარ იყოს გადახტომები, ხო? ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. წარმატებებს უსურვებ თქვენ პროექტს და ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს ესე აპიარებს. მოგესალმებით, ჩემი სახელია გიორგი და ჩვენი არხი არის მოედანს მიღმა. ჩვენი არხის პირველი სტუმარი იქნება გიორგი მაკარიძე, რომელსაც 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში, რის შემდეგაც 15 წელი იცავდა ევროპული გუნდების ღირსებას. 2024 წელს დაბრუნდა იბერიაში, დადგას მათ გოლკიპერად და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოვიწვიეთ გიორგი, რადგან ის თამაშობს ეროვნულ ლიგაში და ჩვენი მიზანიც არის ის, რომ გავზარდოთ ეროვნული ლიგის ცნობადობა ქართულ მაყურებლებში. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გიორგი, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცი, როგორც იცი ხარ ჩვენი პირველი სტუმარი და გვინდა რომ კიდევ მრავალი გყავდეს და შენ ხარ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ჩვენ ლიგაში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა, გამიხარდა რომ ესეთ კარგ რაღაცას იწყეთ პროექტს და კარგი იქნება თუ წარმატებული გექნებათ და იმედია რომ მეც ჩემწული შევიტან და საინტერესო ინტერვიუ გამოგვიგო. აი მოდი დავიწყოთ მაშინ. პირველი რაც გვაინტერესებს არის რომ რით გადაწყვიტე მეკარეობა, ვინმე გიბიძგა თუ შენი სურვილი იყო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ხო, წავედით ხმა ბავშვობაში, ანუ თავიდან როგორც ყველა ბავშვს ალბათ იმ დროს ფეხბურთზე ვიყავი სიგიჟემდე შეყვარებული. და მეკარეობა რა თქმა უნდა არ მინდოდა თავდასხმელობა, მინდოდა გოლების გატანა მინდოდა. უბრალოდ სიმაღლის გამო და იმის გამო რომ გუნდში მეკარე არ იყო, 7 წლის ვიყავი და ცნობა გადაწყვიტა რომ მეკარედ დავდგარიყავი. და თავიდანვე კარგად წავიდა ეს ყველაფერი, რომ პირველივე ტურნირზე საუკეთესო მეკარე გავხდი. ოღონდ იმიტომ არა, იმიტომ რომ ერთადერთი მეკარე ვიყავი მთელ ტურნირზე. მეკარეები ჭირდა ბავშვობაში და მე ეგრე ანუ შევყევი და ბოლოს უკვე პროფესიულად გადამექცა და სიყვარულთან ერთად უკვე პროფესიონალად მივუდექი მაგ. ანუ მეკარეობა რო არა, 9 ნომერი გერჩივნა, ხო? კი, მეკარეობას ახლა რა თქმა უნდა გოლის გატანა, დღესაც მირჩევნია გოლის გატანა, უბრალოდ ეგრე მოხდა და მთელი კარიერა მეკარეობას მიუძღვენი. მაშინ ბარემ მეკარეობას და გოლის გატანას მოვაყოლებ, ყველა ვიცით რომ 90 წუთში გაქვს გატანილი როგორც პენალტი, ასევე აღებული გაქვს და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოვლენა საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში და მაგის ემოციები რო გაგვიზიაროთ ან ატმოსფერო როგორი შეიქმნა. კარგად მახსოვს ეგ პერიოდი. ადრეს ვადაშორის ვარჯიშობდი პენალტების შესრულებაზე და საკმაოდ კარგადაც ვარტყავდი. მწვრთნელისგანაც მქონდა რომ თუ ჩავთვლიდი საჭიროდ შემენო დამერტყა და ვინც იყო დამრტყმელი ის პენალტს ვინც ურტყავდა, ტრავმა მიიღო, თვითონ აიკიდა ეს 11 მეტრიანი და გაიყვანეს და თვითონ ვეღარ ურტყავდა. და თან უკვე თამაში ისე მიდიოდა 0-0 იყო და პენალი უკვე აღებული მქონდა თავიდანვე და თავდაჯერებული ვიყავი და გადავწყვიტე რომ ჩემ თავზე ამეყო. ანუ არანაირი ის არ მქონდა რომ იმესთან მივედი და ვკითხე რომ დამარტყმევინეთ, არ იყო პირდაპირ ავიღე ბურთი და შენ თავზე ეგრე გასაგებია. ემოციები ფანებში გაღმერთებდნენ ალბათ მაგ კი, აი ფეირენსში ძალიან კაი ემოციები იყო, ძალიან კაი პერიოდი მქონდა კარიერაში. აი ეს პერიოდი იყო რომ საფრანგეთიდან პირველი თითქოს რაღაც ეტაპებადაა დაყოფილი ჩემი კარიერა და იყო მეორე ეტაპი რომ დავიწყე პორტუგალიაში. და ფეირენსში დავიწყე და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა ფეირენსის პერიოდი. ანუ ვიტყოდი რომ პიქსნად მიაღწიე? უფრო მერი, აი მაქედან დაიწყო და პორტუგალიაში მივახციე კი, აი ჩემი პიკი მაინც ეგ იყო რომ ვიტორია სეტუბალში და მორეირენსში ლიგის თასი რომ მოვიგეთ, აი ეგ სეზონები გამორჩეული იყო ჩემთვის. Vai cruzar.
Cruza Pedro Santos com perigo. Macaridze não agarra. O remate ainda Macaridze. Vai ensinou. Que confusão. Final da partida e a Taça da Liga 2016-2017. მაგლიგაში ასევე ეთამაშებ ბევრ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელს, ლუის დიას, ბრუნო ფერნანდეშ, ვიტინიას, ბრუნოს, ასევე რუბენ დიას. რომელს გამოარჩევდი, აი, ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე მაგალითად? ყველაზე რთული მეტოქე თითქოს არ იყო რთული მეტოქე, მაგრამ აი სულ გოლს იტანდა. ბაზდოსტი ყავდა სპორტინგს თავდასხმელი, რომ არაფერს არ აკეთებდა მთელი თამაში, მაგრამ აი უცებს სადაც 2 მეტრაში აღმოჩნდებოდა კარებთან და გოლს იტანდა და ისე ხარისხით ყველაზე ძლიერი ვინც იყო, ჟუაო ფელიქსი იყო. და ვინც კი მინახია, ანუ მოედანზე რო თამაშის დროს ეგეთი მაგარი არავინ არ მინახია. თან ეგ პერიოდი იყო ზუსტად რო ვეთამაშეთ ბენფიკას მაგის ევროპა ლიგაზე ქონდა გატანილი 3 გოლი აინტრახტთან გონი ნახევარფინალში თუ რაღაც. და მაგის შემდეგი თამაში ქონდა ჩვენთან და ძალიან თავდაჯერებული იყო და ძალიან ძლიერი თამაში, ძლიერი ფეხბურთელი, ხო? ნუ მაგის მერე წავიდა ატლეტიკოში და ჩემი აზრით არასწორად. აი, მოდი სხვა საკითხს შევეხოთ მაშინ. კუმირები რო გითხრა, ქართველიც და უცხოელიც. უცხოელში მყავდა გაბრიელ ბატისტუტა. სამწუხაროდ ძალიან მალევე დაანება ფეხბურთს ხო თავი და მერე გადავედი ფრანჩესკო ტოტიზე. ტოტი ეს რომას გამო. ხო, ჯერ ფიორენტინას ბალეტში ყავდი, მერე გადავედი რომაში და რადგან ბატისტუტამ ძალიან მალე დაანება, ავირჩია ტოტი და გავყევი ტოტის და ქართველებიდან კინკლაძე მყავდა და კინკლაძე იყო ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ქართველი ფეხბურთელი. დღეს რეისოლითაც რასაც აკეთებდა ჩემი აზრით კი, მაგრამ ანუ დღეს უკვე კვარა ყავს და სხვა დონეზე აიყვანა მაინც. აი, რაიმე ისტორია ხო არა განსაკუთრებული, აი პირველი ფორმის ყიდვის ან ხელთათმანების ან რამე ეგეთის. სამწუხაროდ ჩემ ოჯახს არ ქონდა ფუფუნება რომ რამე გვეყიდა. ამიტომ გუნდი მყიდულობდა ყველაფერს, მაგიტომაც ვიდექ. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო, რომ მე კარედ რო დავრჩენილიყავი გუნდში, ფულის გადახდა აღარ მიწევდა. და თავდასხმელად ვერ ვიყავი ეგეთი და მიწევდა რომ მე ოჯახს არ ქონდა საშუალება რომ ფული გვეხადა ეს თვიური გადასახდელი, როგორც მახსოვს 7 ლარი იყო მაშინ, სხვა დრო იყო. და მე კარედ რო დავრჩენილიყავი, არ მიწევდა არაფერზე გადახდა და ფეხბურთი იმდენად მიყვარდა რომ შემელო რომ ამერჩია ექსა და მე ხელთათმანებსაც გუნდი მყიდულობდა, მეგობრის მშობლები და გუნდელის მშობლები და ასე შემდეგ. და ფორმებსაც ასევე. ასევე იმაში ჯილდოებადაც ხშირად ხელთათმანებს გვაძლევდნენ ხოლმე ბავშვობაში საუკეთესო მეკარეს და ასე შემდეგ. ხო, ეხლაც აღანაგობა ისეთი გაქვს, რომ აი მეკარის სტანზე უნდა იყო და ზუსტად ეგრე ხარ. ხო, ვერ დავრბოდი, უფრო მიზეზი ეგ იყო, რომ ზანტი ვიყავი, სწრაფად ვერ მოძრაობდი და კარშიც მაგიტო დავდექი. აი, კიდე მაინტერესებს, აი დღევანდელ ფეხბურთში რომ ისეთი ხასიათის ადამიანები არ არიან, როგორც გაწუზო იყო თუნდაც. მაგაზე რა აზრის ხარ? შეიცვალა თუ არა ძველი ფეხბურთი ახლა? შეიცვალა კი, ძალიან. აი ახლა იმ დღეს არ მახსოვს, მე მგონი ჯეიმი კარაგერი იძახდა, რომ დღეს რო შუამცველები არიანო შარშანო ეგენ, არა, პირიქით ისა როგორ იყო? არა, შუამცველები როგორებიც არიანო დღესო ეგენი იყვნენ, რომ შუანახევარმცველები ვადრე, ჩემ დროსო. ანუ ფაქტიურად შუანახევარმცველები დაწიეს როგორც შუამცველებად და პირველი რასაც აქცევენ ყურადღებას, უნდა ამოქონდეს ბურთი კარგად და ზონებში უნდა გააძვრინო ბურთი და ასე შემდეგ. და აგრესიულობა იმდენად აღარაა საჭირო. ნუ საჭიროა რა თქმა უნდა, მაგრამ უპირატესობას მაინც აი ტექნიკურ მხარეს ანიჭებ. ხო, მაგათ დროს ხა პატრიკ ვიეირა და როი კინი. ხო, აი მაკელელი და ესეთი გატუზო მაგალითად. ნუ გატუზო ცალკე დღეს გაუჭირდებოდათ. კი, ნამდვილად. მაგ სტილის ფეხბურთელებს. კაი გუნში თამაში თორე ისე ზოგგუნდს მაინც ყავს ეგეთი. აი და ფეხით თამაში რო თითქმის აუცილებლობა გახდა მეკარესთან, მაგაზე რას? ეგ მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩემი ძლიერი მხარე იყო და ეგ რო შეიცვალა ჩემთვის პირიქით კარგი იყო. ეგ რო არ შესულიყო ჩემი აზრით ვერთვის თამაშებდი კარგ ფეხბურთს. ანუ ადაპტაცია არ გაგიჭირდა. ხო, პირიქით. მაგრამ ის რომ მთელი ბავშვობა ხან წინ თამაშობდი, ხან ეზოში 24 საათს წინ თამაშობდი, კარჩი არასდროს არ ვიდექი და ბავშვობიდან გააქვს მაგის წოლა რომ ფეხით გინდოდა თამაში. კი, გოლების გატანა და გამოდიოდი ხოლმე ბავშვურ ფეხბურთშიც რო ავიღებდი ხელით, მოდიოდი და მატაოვდი და ასე შემდეგ. დრიბლინგი სხვათა შორის პორტუგალიაში რო თამაშობდი, ძალიან ბევრჯერ ვცდილობდი რომ თავდასხმელი მომეტყუებინა ეგეც. ო, იქთან ლამაზი მომენტია მე. და ვიზახდი ხოლმე რომ ეგ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე მაგალითად 11 მეტრიანი რომ მომეგერიებინა ან ასე შემდეგ. და რეალურადაც ეგრე იყო.
და რო გაგეტანა მაშინ ხო, აი ყოფილა მაგათად ეხა გავიხსენებ ერთ თამაში პორტოსთან ქონდა ლიგის თასის თამაში. აი კაგრას ეგ პერიოდია, როცა ლიგის თასი მოვიგეთ. და მაგ თამაშზე თავიდანვე ერთ მომენტში ორჯერ ვატყვევ ერთ თავდასხმას, ანუ ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ და მე ველოდები და იქიდან კიდე აქეთ ვატყვევ და მაგან იმხელა თავდაჯერებულობა მომცა, რომ მთელი თამაში მე კარგად ჩავატარე. ანუ აი ეგ პატარა დეტალმა ძალიან ამიმაღლა იმ თამაში თავდაჯერებულობა. ბუსტია თავის. კი. და ეგეც გეხმარება მე თამაშებში კი. მე მაქვს შენთან ესეთი შეკითხვა, უმეტესწილად მეკარეების პოზიცია არის ძალიან დაუფასებელი, იმიტომ რომ შეიძლება ერთადერთი დაშვებული შეცდომის გამო მთელი თამაში ჩაიშალოს, წავიდეს სუდად გუნდისთვის და მის გამო კარიერას დასრულდეს, ან სუდად წავიდეს უბრალოდ მაგალითად როგორც ლორის კარიუსის თამაში რეალთან, რის მერე ბეშიქტაში წავიდა, შემდეგ ნიუკასლში მესამე მეკარე თამაშობდა, თუმცა ისევ ვერ ავიდა იმ სიმაღლეებზე როგორც ლივერპული. აი ფსიქოლოგიაც საჭიროა, ეხა მაგ იმაში გამახსენდა კარიუსთან ერთად სვილარის იყო ეგრე. შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ სვილარი დააყენეს ბენფიკაში მანჩესტერ იუნაიტედთან და კურიოზული გოლი გაუშვა თუ გახსოვთ მანჩესტერი მაურინიო იყო მაგათ ტრენერი თავის კარში შეიტანა ბურთი. არადა ძალიან ძლიერი მეკარია რეალურად სვილარი უბრალოდ აი მაგ მომენტმა 1-5 წელი დააკარგინა და სანამ დაბრუნდა და ეხლა რომაში ძალიან კარგად თამაშობს და საკმაოდ მიხარია და ბალიშკოფა მეკარის იმიტომ რომ იმაჩნია რომ ძალიან ძლიერი მეკარია. და ხო აი ეგაა რომ მეკარეში ერთმა შეცდომამ შეიძლება როგორც აი ხა ოლივერ კანს აბრალებდნენ, ოლივერ კანს დაეხმარა ის რომ მაგარი მსოფლიო ითამაშა 2002 წელს. თორე რეალურად ისეთი გოლი გაუშვა რომ მაგას დაბრალდებოდა ეგ მსოფლიოს წაგება. გერმანიამ რო ბრაზილიასთან წააგო და ეგ მინუსი აქვს მეკარეებს რომ შეიძლება ერთმა შეცდომამ მთელი ამოგიტრიალოს კარიერაც და და შენ თვლი რომ დაუფასებელია ეგ პოზიცია როგორც მეკარე? ვერ გეტყვი რომ დაუფასებელია, ნუ აი ეგ დეტალი არის რომ უფრო რთულია მაგალითად მეკარეებისთვის დიდი წარმატების მიღწევა, იმიტომ რომ უფრო სტაბილურობას ითხოვენ მეკარეში და უფრო დიდი ხანი უნდა იყო მაღალ დონეზე რომ მიაღწიო იმას რომ ძლიერ გუნდში გადახვიდე და ასე შემდეგ ეტაპები უფრო რთულად გასავლელია მეკარისთვის. თან იშვიათია რომ ვინმე მეკარის კარგი თამაში დაიმახსოვრ რომ დაადიდონ როგორც მაგალითად ორი თამაში იყო. თუნდაც ის რომ შედიხარ იმ ისტორიაში მარტო გოლი ვინ გაიტანა იქ ჩანს და მეკარე მაგრა ითამაშა თუ არ ითამაშა ეგ არასდროს. ანუ როგორც ამბობენ, დაცვა იგებს თასებს და შენტებები იგებენ თამაშებს. ხო, აი კი, კარგი დაცვა გრძელვადიან ჩემპიონატში, ანუ ჩემპიონატში კარგი დაცვით უფრო მოიგებ ვიდრე შეტევით სიტყვაზე. ჩვენ გვაინტერესებს კიდე ვინ ყავს ყველაზე ცნობილი არაქართველი კონტაქტი ტელეფონში? ყველაზე ცნობილი არაქართველი კონტაქტი უმარ სადიკია, მეგობრობს ძალიან, ეხა სოსიედადში არის გონი. განათხრებით იყო მამარდასთან შარშან. მეგონი ეგ ყველაზე ცნობილი ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, ჩემი შვილი და მისი შვილი ერთად დადიოდნენ თან ბაღში, ალმერიაში რო თამაშობდით და ოჯახითაც ახლობთ. აქ წარსულში რომ დაგაბრუნოთ, შეცვლით რამეს? თუნდაც კარიერას. ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, უფრო პროფესიონალი ვიქნებოდი, უფრო მეტად დავაფასებდი იმას, რაც მაქვს იმ დროს და სხვანაირად განვავითარებდი ჩემ კარიერას, რა თქმა უნდა. არა, ეგ იყო რომ ჩემ დროს არ იყო, ეგ არანაირი ცოდნა არ მქონდა, ისე წავედი და ეგ არ დამეხმარა კარიერაში, რომ აი პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ არაფერი არ ვიცოდი, არანაირი შეხება არ მქონდა. და ყველაფერი ნელ-ნელა იქ ვისწავლე და სამწუხაროდ ცოტა გვიან მომიწია და დღეს რაც ვიცი მაგალითად 15 წელი წინ არაფერი არ ვიცოდი. კარგი, მაშინ მაგალითით ახალ თაობებს რას მისცემდი? ახალ თაობებს ვეტყვი რომ უნდა უყვარდეთ თავისი საქმე, უნდა ფეხბურთი იქნება თუ რა სპორტში და უნდა რა საქმეში და უნდა იყოს პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ის რასაც აკეთებ და უნდა იშრომო, შრომის გარეშე, ანუ მინიმუმ იმას მაინც მიაღწევ რომ იშრომებ შენ თავთან იქნები მართალი რომ მე მაქსიმუმი გავაკეთე და რა გამოვა და რა არ გამოვა ეგ ღვთისნებაა და აი ეგ სიმართლე რო გექნება შენ თავთან რომ ბევრი იშრომი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მიგეღწია რაღაც წარმატებისთვის ეგაა თავარი. ეს სხვა სპორტით რომლით ხარ დაინტერესებული, თუნდაც კალათბურთი. კალათბურთი და ჩოგბურთი. რაგბი. რაგბი ნაკლებად, მაგრამ საქართველოს ნაკრებს რა თქმა უნდა ვალეშიკოვ და მეორე მეგობარიც ყავს რაგბის ნაკრებიდან და ისე ჩოგბურთი და კალათბურთი შემთვის ეგ სამი სპორტია. ძირითადად ვიტყოდი რომ საუკეთესო ფეხბურთელია ჩოგბურთის. ჩოგბურთში ფედერერის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. და მიმაჩნია რომ ნომერ პირველი ფედერერია და შემიძლია დებატებში დაუდგენ ნებისმიერს ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერის
ნადალი მაქსიმუმში შეიძლება აღარ გადის უკვე, მაგრამ რატო სხვათა შორის არავინ არის ძახის, მაგრამ ნადალს ჯოკოვიჩთან ყოველთვის მოგებული ქონდა. დიდი შნების თამაშები უმეტესობა ნადალს აქვს მოგებული. თუმცა კარიერა ქონდა ცოტა მოკლე ნადალს, არა? ნუ ტრავმები ქონდა, ხო? და ჯოკოვიჩის პლუსი ის არის, რომ თაობები დაემთხვა ჯოკოვიჩს, რომ აი სუსტი თაობა იყო და მაგ თაობებში მოიგო, მაგრამ ბევრი შლება. რატო ეხლა კონკურენტი ყავდა? ხო და ეხა წამოვიდა ეს ალკარას თინერი, თორე მანამდე არავინ არ იყო რეალურად კონკურენტი და ფედერერმა რო დაანება ჯოკოვიჩი იგებდა თითქმის ყველა ტურნირს და მად მოაგროვა ეს შლემები, რაც მოაგროვა. კი ბატონო. და ფედერერმა რო დაიწყო კარიერა კიდე პირიქით იყო, რომ იქ პიტ სამპრასი და მთელი ის ყავდა კონკურენტებად. აგასი და ასე შემდეგ. კარგი, შენ როგორ ვთვლი? მოედანს მიღმა, როგორ გიცნობენ ადამიანები? ისეც როგორც სტადიონზე ხარ თუ შეიძლება სხვანაირი იყოს და ანუ ხალხს სხვა წარმოდგენა ჰქონდეს? ჩემი აზრით, სხვანაირს მიცნობენ, ვინც არ მიცნობს და რეალურად სხვა ვარ, ანუ მოედანზე ყოველთვის სხვა ვარ და რეალურ ცხოვრებაში პირიქით. ანუ ხასიათებია ხო დიდი განსხვავება? კი, ხასიათები რა თქმა უნდა, ხა მოედანზე სულ ჩხუბავ, სულ ყვირი ვარ, სულ აგრესიული ვარ, ასე შემდეგ, ანუ და სინამდვილეში ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ და ნაკლებად მიყვარს ესე ბევრი ლაპარაკი და მოსმენა მირჩევნია ყოველთვის ვიდრე საუბარი. ნუ დიდი განსხვავებაა თამაშს და სინამდვილეს შორის და ანუ ჩვენი მიზანი ზუსტად ეგ არის, რომ უფრო ახლიდან გავაცნოთ ხალხს, ჩვენი ფეხბურთის ფეხბურთელები. ძალიან კარგი. შენი საუკეთესო გულშემატკივარი ვინ არის და ანუ ვინც ყველაზე დიდ პატივს გსცემს და ყველაზე დიდ ფანად არის შენთვის? ჩემი საუკეთესო გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა, რომელსაც ყველაზე მეტად ჩემი მასჯერა და მის თვალში კურტუაზეს და ყველაზე მაგარი მეკარე ვარ. ოღონდ მართლა ეგრე ფიქრობს. და ეს מחარებს რა თქმა უნდა და ჩემი ოჯახი ბავშვებიც რა თქმა უნდა ყოველთვის თამაშს მერე მეუნებიან, ხო მოიგე და ასე შემდეგ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ვაგზელებთ გადაღებას, დღეს ვიმყოფებით ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს იბერია 1999 და დღეს ვაპირებთ რომ გავაგზავნოთ გადაღება გიორგი მაკარიძესთან, რომელიც უფრო ახლოდან გავგაცნობს იბერიას მდგომარეობას, მათ შემართებას და უფრო მეც ვისაუბრებთ უშუალოდ ეროვნულ ფეხბურთზე. იბერიაზე როგორც შენახავ ოჯახზე რას ვეთქვი? უკვე ძალიან ოჯახივით ხართ, მიეწევთ ევროპულ ტურნირებისკენ და როგორი შემართება რა განწყობაა? კაი განწყობაა გუნდში, ძალიან მეგობრული. ფაქტიურად ერთი ოჯახი ვართ და მიზნისკენ მივიწევთ და რა ვიმედი მაქვს რომ ამ გუნდთან ერთად შევძლებ და ევროტურნირებზე შევარ შემდეგ ზაფხულში, იმიტომ რომ ეს არის თავარი მიზანი, რისთვისაც აქ ვარ და გუნდშიც ყველა ფეხბურთელის მიზანი დღეს ეგ არის, რომ ევროტურნირებზე ჯგუფში შევიდეთ. ნახოთ როგორ იქნება, ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ ჩვენს მეც და მთელი გუნდი რომ ევროტურნირზე გასვლა მართლა დიდი მიღწევა იქნება საქართველოსთვის და თვითონ გუნდისთვის ხო საერთოდ? კი. მაგაზე ვფიქრობდი ხოლმე სხვათა შორის მთელი კარიერა ევროპაში რო ვიყავი, რომ ერთ დროსაც დავბრუნდები საქართველოში და რომელიმე გუნდთან ერთად შევძლებ თქო ევროტურნირებზე შეცვლას თქო და მომეცა ეს შანსი და მინდა რომ გამოვიყენო. აი რადგან დაბრუნება შევეხეთ, 15 წელი არ იყავი საქართველოში, ევროპაში თამაშობდი და რო დაბრუნდი, გასტარტდა სიახლეები ან გადარჩა შეუცვლელი და რა შეცვლა? სამწუხაროდ ძალიან ცოტა რაღაცა შეიცვალა და ძალიან ნელი ნაბიჯებით მიდის ეს ჩემპიონატი განვითარებისკენ და ძალიან გული მწყდება. მაგრამ იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ბევრი რაღაცა შეიცვლება, უფრო პროფესიონალური მიდგომა იქნება, ბევრი სავარჯიშო მოედნები იქნება, გუნდებს ექნებათ საკუთარი ბაზა და ასე შემდეგ, რომ განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეგ და იმედია მაგ მხრივ შეიცვლება. და ფინანსურადაც დაალაგდებიან გუნდები. კი ბატონო, ჩვენი ერთ-ერთი მიზეზიც ეგ არის ამ პროექტის ამოწყების, ანუ წინ წაიწია ჩვენი ლიგა. იმიტომ მართლაც უყურებთ სხვადასხვა ქვეყნებში ბევრად მეტი ხილვადობა და სურნელი ყავს თამაშებს, ვიდრე საქართველოში და ანუ გული წყდება ყველა. მაგალითად გითხრა რომ აი რო იძახიან ხოლმე რომ აი დაბალი დონის თამაშია და რაღაცა რა ჩახედონ და აი ინდონეზიის მეოთხე ლიგაში უფრო მეტი ადამიანი დადის ვიდრე ჩვენთან, ოღონდ მართლა რაღაც ვიდეოები ხდება ხოლმე და ანუ ვერ დავიჯერებ რომ ხა ინდონეზიაში უფრო ძლიერი ფეხბურთელები არიან ვიდრე ჩვენთან. უბრალოდ ცოტა ქართველებს მარტო ის მოგიყვარს რა გამარჯვება და კარგ დროს მოედანზე ყოფნა და ეგეც ერთ-ერთი მიზეზი არის. მარტო ფეხბურთელები არ ვართ მაგაში დამნაშავეები და მაყურებლისგანაც მეტია. მეტი მოთხოვნა, მეტი შეუულია მაყურებელს და უფრო შეუულია ფეხბურთის სიყვარული შეუულია რომ ეს ჩემპიონატი განავითარონ მაყურებლებმაც. ნუ ჩემი თავიდან გამომდინარე მე პატარა რო ვიყავი აბსოლუტურად ყველა თამაში და დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატში. ნუ ახლოს ცხოვრობდი ეროვნულ სტადიონში. აიჭადესთან და მახსოვს იმ დროინდელი დინამოს თამაშებს არასდროს არ ვაცნებდი.
ან ჩაბაძე და ალექსიძე და ეს დინამო რო იყო. თითქმის თუ დავდიოდი მაგ თამაშებს. თან ნაკრების თამაშებას ეთხოვა რომ შეგვიძლია რაღაც ისეთი ატმოსფერო შევქმნათ რომ თუნდაც მეხის ქვებს შევაღვხოთ მეთოქე ჩვენ мотивация მომდელებს და ჭირდება მართლა ეს ქართულ ფეხბურთს და ბარემ ინდონეზიის და სხვა ქვეყნებს აი სად გამოვარჩევდი ყველაზე კარგი აი მაგ გულშემატკივრობას პორტუგალიაში გამოვარჩევდი ბენფიკას რომელსაც ანუ ისედაც ყოფილი ვარ ბევრ თამაშზე ხა საფრანგეთში პარის სენ-ჟერმენთანაც ვითამაშე პარის სენ-ჟერმენის თამაშზეც ვარ ნამყოფი ესპანეთშიც ვიყავი მოედნებზე მაგრამ ბენფიკას რო გულშემატკივრობა აქვს და ატმოსფეროა ეგეთი არც არ მინახია ჯერჯერ არც ნაკრების დონეზე არ შემხოდრია ეგეთი და არც საკლუბო დონეზე ნუ მარსელსაც გამოვარჩევდი მარსელში არ მითამაშე მაგრამ საკმაოდ ძლიერია და სენტეტიენსაც სხვა და შორის მაგრამ ბენფიკა ვაფშე საერთოდ სხვა იმაზე იყო სხვა სიმაღლეზეა მაგ ხრივ გუნდის ხრივ და ისედაც ატმოსფეროც ძალიან კაია ანუ პორტუგალია მაინც განსაკუთრებულად ეი პორტუგალიაში რო უყართ ფეხბურთი ეგრე არც ერთ ქვეყანაში არ მინახი ანუ ინგლისში არ ყოფილი ვარ ესე იმათ და ეხა ესპანეთი საფრანგეთი პორტუგალია მოვიარე და მაგ სამ ქვეყანაში პორტუგალიაში ბევრად ზევითაა ყვანილი ფეხბურთის სიყვარული აი შენს პირველ დებიუტზე რაც ვთქვი ნაკრებში და ანუ ატმოსფეროზე და ეხლა შეეხები ნაკრებს ჩემი დებიუტი კარგად მახსოვს ეგ პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება და ალბათ მთელი ცხოვრება გამახსენდება რავი კარგი თამაში იყო მახსოვს 2-0 მოუგეთ შოტლანდიას სამი ბავშვი ვიყავით როგორც იტყვიან სკოლის ბავშვებიო მე ყენო და პედლიძე საბედნიეროდ კარგად წავიდა ეგ თამაში და სხვადასხვა მაგ თამაშის მერე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ანუ არავინ არ ვცნობდა წინა დღეს და მეორე დღეს რო გავედი ქუჩაში აბსოლუტურად ყველა მაჩერებდა და მოულოდნელი იყო და სასიამოვნო და ეხანდელი ნაკრები ბევრად განვითარდა ბევრად წინაა ბევრად უფრო პროფესიონალი ფეხბურთელები არიან ბევრად მეტი თოდნა აქვთ უკვე როგორ უნდა მოემზადონ მაგალითად ჩემ დროს არ ვიცოდით ეხა როგორ უნდა მე რო წავედი საფრანგეთში არანაირი თოდნა არ მქონდა მაგ კუთხით რომ რა უნდა გამეკეთებინა თამაშის წინა დღეს როგორ უნდა მომზადებულიყავი რა უნდა მეჭამა ასე შემდეგ და ბევრი რაღაცა დამაგდა და დროთა განმავლობაში მე ვისწავლე და დღეს აღარ აქვს ეგ პრობლემა ინტერნეტიდანაც შეგიძლია ვიკაიკო და კარგია რომ პროფესიონალურად უდგებიან უკვე ეს ახალგაზრდები და მაგიტომაც არის უფრო მეტი შედეგი თორე ნიჭის ხრივ მაშინაც ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ და დღესაც ანუ მაგ ხრივ არ არის სხვა უბრალოდ ეხა უფრო მიდგომა და თავის თავზე უფრო მუშაობენ და უფრო როგორც ვთქვი პროფესიონალურად უდგებიან საქმეს და თვითონ გუნდები ალოცვიან ინფორმაციას უნდა ფეხბურთელებს აი რა უნდა მიიღოთ რამდენი დღეს კი მაგრამ ადრე არ იყო ეგრე ხო მე 2008 7 6 წლებში და მაგ პერიოდში ძალიან არ ქონდა ეგ ინფორმაცია. საქართველოში არის ხო ეგ უკვე დანერგილი? კი, საქართველოში უკვე ყველა მიცის ეგ ელემენტარული უკვე ყველაფერი ყველა მიცის. შენ ყველაზე მძიმე ტრავმაზე რას ვთქვი? მქონდა თიაქარი და მაგან ბევრი დამაკლო რა და დღემდე შიგადაშიგ მაწუხებს ხოლმე. სხვადასხვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო რომ ვერ წავედი უფრო წინ, შემელო უფრო ძალიან გბლოკავს რო იტყვიან მოძრაობაში და კალათბურთს თამაშობდი მაგალითად ვირობითად და სანამ ოპერაციას გავიკეთებდი ჩვეულებრივად ფარში სტენიდი და ბევრად უფრო მაღლა ხდებოდი და ოპერაციის შემდეგ უკვე დაახლოებით 1-20 სანტიმეტრით დამაგდა ის დახტომის სიმაღლეზე და ასე შემდეგ. და ისედაც უფრო მოძრაობაში გიშლის რა აღარ ახარ კომფორტულად. მაგით ვარ იყოს გადახტომები ხო? ვარ ადრე არ ვიკლავდი თავს და ნახტომებით და უფრო პოზიციურად ახვედრას ვანიჭებდი უპირატესობას. აკა ძალიან მალე მივიღე გადაწყვეტილება ევროტურნირებზე იყო თან ვიცოდი ვისვე თამაშებოდი თან მეორე რაუნდიდან იწყებდა იბერია პარტიზანი ხდებოდა მახსოვს და მთავარი მიზეზი ეგ იყო რომ ევროტურნირები და შანსი რომ იმ წელს შევსულიყავი ჯგუფში სამწუხაროდ არ გამოვიდა არც ეს არ გამოვიდა და იმედი მაქვს რომ მესამე სტაზე გამოვა ყველაფერი ანუ თითქმის არ გადასახული რომ კი აუცილებლად უნდა არა აქ ახლა კი რა თქმა უნდა ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება რომ ჩემი გუნდი გავიდეს მე სადაც ვარ მაგრამ ძალიან არანაკლებად გამიხარდება სხვა გუნდი გავა და აი ეს ნავსი გატყდება რომ იტყვიან და ქართული გუნდებიც უკვე შევლენ ევროპაზე იმიტომ რომ აღარა ისეთი რთული ახლა ჩემპიონობიდან რო იწყებ ბევრად მარტივია უკვე გზა აგერ გიბრალტარის და რა გუნდები შედიან ანუ შესაძლებელია ჩვეულებრივად ჯგუფში შესვლა არჩა ვარ ფიქრია უკვე კარიერის დასრულებაზე ჯერად არ ჯერ მაგ იმაზე არ ვარ 1-5 წელი ფიქრობ რომ კიდევ ვითამაშო
ნაკრებში დაბრუნებაზეც ვფიქრობ, დიდი სურვილი მაქვს რომ დავუბრუნდე ერთ დღეს. ჯერ 35 წელს ვარ და 40 წლამდე ვაპირებ თამაშს და დაბრუნებაზეც ვფიქრობ, რომ ევროპაში ისევ დავბრუნდე, თუ იქნება შანსი დავბრუნდები, მაგრამ სანამ დავბრუნდები, მანამდე ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და კლუბში უნდა შევიდე აუცილებლად. და როცა მოვა ის დრო წახვალ ფეხბურთიდან, ვფიქრობ რომ დარჩები? კი, აუცილებლად, ჩემი მიზანია რომ მწვრთნელი გავხდე, მთავარი მწვრთნელი, ოღონდ და მეკარეების. და ნახოთ რა. ამ ეტაპზე მაგაზე ვფიქრობ, რომ როგორც იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, საიდან დაიწყებ. მიზანი ეგაა, რომ თავარი მწვრთნელი გავხდე. ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები რა კუთხით და როგორ ეხა ზუსტად არის. ეგ უკვე როგორ განვითარდები მაგაზეა. მადლობა ძალიან დიდი. აიხარე, მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო და კიდევ ბევრი გვეყოლება შენში. წარმატებებს ვუსურვებ თქვენ პროექტს და ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს ესე აფიარებთ როგორც იტყვით და ვუწყობთ რომ განვითარდნენ და ცნობადები გახდნენ. მადლობა. ეს იყო ჩვენი პირველი გადაცემა და ჩვენი პირველი სტუმარი გიორგი მაკარიძე. თუ გინდათ რომ მიხილოთ უფრო მეტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ჩვენი ვიდეო. მადლობა და შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში.